მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან წუხوار რომ ამგვარ გაუგებრობაში მოვყევით ყველანი. მე არ ვაპირებდი რომელიმე ჩემი სტუდენტის ინტერნეტ აცობაზე რეაქცია მომეხდინა. ცნობისათვის ეს მასალა 2009 წლის დასაწყისიდან დევს სხვადასხვა საიტზე და მე ამის შესახებ მაშინვე ვიცოდი, მაგრამ რადგან ამ მასალამ ასეთი ნებათა ღელვა გამოიწვია, საჭიროდ ჩავთვალე მოკლე განმარტების გაკეთება. თუმცა წინასწარ ვიცი, რომ ჩემი ზემოთ ნახსენები სტუდენტის ნაირებისათვის ეს განმარტება ვერაფერს მოიტანს, მაგრამ იმედია გამგები გაიგებს. პირველი და არსებითი რაც მინდა ვთქვა ის გახლავთ, რომ ჩემი ლექცია გრძელდებოდა 2 საათს. და ეს მცირე მონაკვეთი ძალიან ბოროტადაა მოგლეჯილი კონტექსტიდან. ლექცია ეხებოდა წარმართულ ხელოვნებას, წარმართულ ძეგლებს, რომლებიც არ ჯდება ხელოვნების ნაწარმოების თანამედროვე გაგებაში. ეს ნივთები დაკავშირებულია კულტთან, ამიტომ მათი ესთეტიკა და მხატვრული ფორმა იმ წმენა წარმოდგენების და წარმოდგენებითა და მსოფლმხედველობითაა განპირობებული, რომლის მატარებელიც იყო ამ ნივთების შემქმნელი საზოგადოება. ამიტომაც ჩემს სტუდენტებს კარგად რო დაენახათ, როგორ განაპირობებდა სამყაროს შესახებ ძველი ადამიანის წმენა წარმოდგენები ამ ნივთების მხატვრულ სახეს, მე აუცილებლად ჩავთვალე ამ თემაზე საუბარი და ალბათ მომავალშიც ასე მოვიქცევი. ახლა საქმეზე. ძველი ადამიანის და მათ შორის ქართველთა წმენა წარმოდგენების მიხედვით სამყაროს ვერტიკალურ სტრუქტურაში 3 სკნელი გამოიყოფა: ქვესკნელი, სკნელი და ზესკნელი. სადავო არ უნდა იყოს წარმართთა წარმოდგენა მაკრო და მიკროკოსმოსების სამყაროსა და ადამიანის სტრუქტურული მსგავსების შესახებ. და ვინაიდან ადამიანსაც ვერტიკალური სტრუქტურა აქვს და ამ სტრუქტურაში ბუნებრივად გამოიყოფა 3 ნაწილი: თავი, წელს ზედაარე და წელს ქვედაარე. ძველი ადამიანი აი ამ არეებს სკნელებს უკავშირებდა. იგი ხომ სახეხატებით აზროვნებდა და ასოციაციებით აზროვნებდა. ზესკნელს ძველი ადამიანის წარმოდგენით შეესაბამებოდა თავი, ანუ აზრების სფერო, აზრების არე. სკნელს გულმკერდის არე, ანუ გრძნობები შეესაბამებოდა, ხოლო ქვესკნელს წელს ქვედა არე, ანუ ინსტინქტები. ამის შესახებ იხილეთ მირჩა ელიადეს ნაშრომებში. ახლა მე არ შეუდგები სკნელისა და ზესკნელის შესახებ საუბარს, მხოლოდ ქვესკნელზე ვისაუბრებ. რა არის ქვესკნელი ძველი ადამიანის წარმოდგენით და არა ჩემი. ესაა მიცვალებულთა სამყოფელი, ანუ სულეთი და ასევე ბოროტ ძალთა საუფლო. მიაქციეთ ყურადღება, ბოროტ ძალთა საუფლო ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ამას ნათლად წარმოაჩენს ქართულ ეთნოგრაფიაში დადასტურებული არაერთი ფაქტი და მათ შორის ის ფაქტი, რომ საქართველოს მთაში მელოგინე ქალს სახლში კი არ ამშობიარებდნენ, არამედ ცალკე აგებულ სახლთან მოშორებით მდებარე ნაგებობაში, რომელსაც საქალებოს ეძახდნენ, ზოგჯერ ბოსილშიც. რადგან ითვლებოდა, რომ ქალი ამ დროს უწმინდური იყო. აი ამის შესახებ იხილეთ თინა ოჩიაურის, ირაკლი სურგულაძის და სხვა ქართველ ეთნოლოგთა ნაშრომები. ისმის კითხვა, რატომ, რაში მდგომარეობდა ეს უწმინდურობა? სწორედ იმიტომ, რომ ძველი ადამიანის წარმოდგენით და არა ჩემი, ვინაიდან ბავშვი სულეთიდან იბადებოდა და აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ამ სულეთში ბინადრობენ ბოროტი ძალებიც, შესაძლებელი იყო ამ გზით ადამიანთა სამყოფელში და თავად ადამიანშიც ქვესკნელიდან ბოროტ ძალებს შემოეღწიათ. ანუ ძველი ადამიანები თვლიდნენ, რომ ყოველი ბოროტი ძალა სწორედ ქვესკნელთან იყო დაკავშირებული. იქიდან მომდინარეობდა და საცდურის სახით ადამიანის ინსტინქტებზე გავლით აღწევდა სამზეოში, ანუ ადამიანთა სამყოფელში. და ვინაიდან ითვლებოდა, რომ ქალი ცნობიერად ამ ძალებს ვერ აღუდგებოდა, ვერ დაამარცხებდა, ვერ შეაკავებდა, მას მშობიარობის დროს სახლს განარიდებდნენ ხოლმე. უფრო მეტიც, 40 დღის განმავლობაში ქალს უფლება არ ჰქონდა საკუთარ სახლში ფეხი შეედგა. 40 დღე ის საქალებოში უნდა ყოფილიყო თავის პირმშოსთან ერთად. სხვათა შორის ქრისტიანულ ტაძარშიც მელოგინე ქალს 40 წლის განმავლობაში შესვლის უფლება არ აქვს. სწორედ აი ამ საკითხებზე იყო საუბარი ლექციაზე, ცხადია, ბევრად უფრო ვრცლად და მეტი არგუმენტის მოხმობით.
ისე კი ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ადამიანს ზესკნელი, იგივე თავი, როდესაც არიელი აქვს, ვერ აკონტროლებს და ვერ მართავს საკუთარ სკნელს, იგივე გრძნობებს და მხოლოდ საკუთარი ინსტინქტებით მოქმედებს და მათ მინდობია, ბუნებრივია, მას ასეთი კუდიანებზე ნადირობაღა დარჩენია სახალისოდ. ინადირეთ და იხალისეთ ბატონებო, უვიცობა სინდისი და მით უფრო ჭკუა არ მოეკითხება. პირობას გაძლევთ, რომ ჩემგან ეს პირველი და უკანასკნელი კომენტარი იქნება პატივისცემით ბუღაძის ცოლი ანა კლდიაშვილი.